არის თუ არა პუტინი დასავლეთის ბრალი. ნაწილობრივ არის, ჩემი აზრით, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის, რომ არ აგვერიო საბოლოო ჯამში და მთავარი დამნაშავე არ გადავიდეთ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა სხვაზე არ გადავიტანოთ. ცხადია, რომ მთავარი დამნაშავე თავად რუსეთი არის და არის თავად პუტინი, რამდენიმე ომის, თავის ქვეყანაში რეპრესიების და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოლიავებოდნენ დასავლეთ პოლიტიკოსები პუტინს, თვალს ხუჭავდნენ მის ავტორიტარულ იმპერიალისტურ ბუნებაზე, იმიტომ რომ არ აწყობდათ ვიღაცა გულუფრთხილობის გამო, თუმცა უფრო მეტწილად იმიტომ რომ პარტნიორები იყვნენ ეკონომიკურად და ასე შემდეგ. ზოგადად ძალიან სერიოზული პრობლემა დასავლური პოლიტიკური ელიტის არის, რომ სტატუს კოს შეცვლა არ უყვართ. ჩვენ უნდა გაწელონ მაქსიმალურად. ჩვენ გვახსოვს, რომ ისინი ამაშუებოდნენ 30-იანი წლების ბოლოს, როცა ჰიტლერზე თვალს ხუჭავდნენ დიდი ხნის განმავლობაში, მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული დაშოშმინების პოლიტიკა. შემდგომ ცივი ომის პერიოდში უფრო ისწავლეს, იმიტომ რომ იმდენად ტკივნეული მაგალითი მიიღეს მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ იგივე შეცდომის გამეორება არ სურდათ, მაგრამ ახლა შეიცვალა თაობა, შეიცვალა პოლიტიკური კლასი და ისე მივიღეთ სუსტი პოლიტიკოსები, რომლებიც მეგობრობდნენ პუტინთან, გავიხსენოთ ბერლუსკონი, გავიხსენოთ შრედერი, რომელიც საერთოდ პუტინმა დაასაქმა გერმანიის კანცლერობის მერე, ან გავიხსენოთ ტონი ბლერი, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მასთან მეგობრობდა და რაც რუსეთში ჩადიოდა სხვა პრემიერებზე, სპექტაკლებზე და რაღაც ოპერებზე, ჯორჯ ბუში, რომელმაც თქვა, რომ მე პუტინს თვალებს ჩავხედე და დავინახე, რომ ის კარგი ადამიანი არის და წესიერი ადამიანი არის და ასე შემდეგ.